ამით დავიწყოთ, იმიტომ რომ ამაზე დიდი აქცენტია მისი გათავისუფლების თხოვნით, ასე ვთქვათ, გავრცელებულ პეტიციაში. ეს არის ქალი, რომელიც დაკავებულია ცენტრპოინტის საქმესთან დაკავშირებით და რომელზეც თავად ცენტრპოინტის დამფუძნებლები, მათ შორის დაკავებული დამფუძნებლებიც ამბობენ, რომ არაფერ შუაში სალომე ფინანსებთან არ ყოფილა. მე მინდა წაგიკითხოთ მისი წერილი, რომელიც გაუგზავნა სალომე ჩარკვიანმა რჩეულიშვილების ოჯახს, მაია ნიკა დარსო ის წერს და დღეს ნინო დარასელმა თავად თქვა კიდევ ერთხელ სხვების მსგავსად, ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, რომ სალომე ჩარკვიანს არ ქონია ფინანსებთან შეხება. სალომე ჩარკვიანის წერილს განვაგრძობ, ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიწვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილით და მონდომებით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავახციოთ თავი, რაც შეიძლება მალე დღეს ხვალ. მოკლედ ეს თხოვნა ოჯახმა იღო ყურად, არაერთხელ ითქვა, რომ სალომე ჩარკვიანი ფინანსებთან შეხებაში არ ყოფილა, ამას ჩვენ უკვე ასე მესამედ ვიმეორებთ ამ გადაცემის დასაწყისშივე, თუმცა ის დარჩა წინასწარი დაკავების საკანში, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობები მასთან დაკავშირებით. თამარ ხიდაშელი, დეპუტატი, ლევან სამუშია, თავისუფალი დემოკრატებიდან. გამარჯობა, ქალბატონო თამარ, ბატონო ლევან, თქვენ იურისტები ბრძანდებით, ამიტომ გიხმეთ და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ შევნიშნეთ სოციალურ ქსელებში, რომ თქვენ აქტიურობთ და თქვენ ხელი მოაწერეთ მისი გათავისუფლების პეტიციას და ასევე შუამდგომლობისთვის დეპუტატები, როგორც თქვენი პარტიიდან, ასევე თქვენი პარტიიდანაც მზად არიან, რომ თავდებს ჩაუდგნენ სალომეს მისი გათავისუფლების პროცესში, თუ კი ასეთი მოხდება. თამარ, რატომ? აი, რა ჩანს ამაზე, როგორც იურისტისთვის, ასე ერთი შეხედვით და ზედაპირულად, იმიტომ რომ ჩვენ საქმეში არ ვართ ასე ღრმად ჩახედულები. მოგესალმებით, ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საკითხზე სასაუბროთ მომიწვიეთ. ისევე როგორც თქვენ, მეც ამ თემის შესახებ ინფორმაციას ვფლობ ძალიან მწირად, მხოლოდ საჯარო წყაროებში არსებულ ინფორმაციას შეიძლება დავეყრდნო, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც ჩვენ ინტერნეტის თუ ტელევიზიის საშუალებით ვიხილეთ, ჩემთვის შემზარავი იყო ის ფაქტი, რომ სამი შვილის დედა, რომელზეც თავად ოჯახი აცხადებს, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული ფინანსების განკარგვაში, აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში. მას შეუფარდა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ვთქვა, რომ მე მესმის ცენტრპოინტის აბსოლუტურად ყველა დაზარალებულის და ვიცით, რომ ხელატვირთია ადამიანებზე და ვიცით, რომ უმრავლესობა კრედიტებით ცდილობს სახლების ბინების შეძენას და ეს მათთვის უზარმაზარი დარტყმა იყო, რომ თანხა გადაიხადეს და ბინები არ ჩაბარდათ, მაგრამ ჩვენ დღეს არ ვმსჯელობთ ამ დანაშაულის თუ ამ ქმედების ფიგურანტების დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე. დიახ, მათ შორის არც სალომე ჩარკვიანის და უპირველეს ყოვლისა არ ვმსჯელობთ უშუალოდ სალომე ჩარკვიანის დამნაშავეობა უდანაშაულობაზე. ჩემი აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამი შვილის დედა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, გააგზავნეს წინასწარ პატიმრობაში. სასამართლომ ჯერ არ იცის, ის დამნაშავეა თუ უდანაშაულო. ერთადერთი სისხლის სამართლის პროცესში ჩვენ პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ პატიმრობა არ გამოიყენება, წინასწარი პატიმრობა არ გამოიყენება და მხოლოდ უკიდურესი შემთხვევები არის, როდის შეიძლება მოსამართლე მის გამოიყენოს. თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მის მიერ მტკიცებულებების განადგურების, ან შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხე. და როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, მას აქვს საშუალება და მას კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს, რომ ხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებები, როგორიც არის ადამიანის ოჯახური მდგომარეობა. წარსულში ხომ არ ქონია რაღაც მსგავსი გამოცდილება, რომ გამოძიებას დაემალა, მისი პიროვნება, მისი ასაკი და ასე შემდეგ. და თუ ჩვენ ვიმსჯერებთ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სალომე ჩარკვიანზე რაც ვიცით, მისი ასაკი, მისი ოჯახური მდგომარეობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამი შვილის დედა. ის რომ ეს დანაშაული, როგორც გვეუბნებიან, მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, ხო, 2006 წელს, 10 წელზე მეტი არის გასული. ვიცით, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა
2014 წლიდან და ერთხელაც არ გაჩენია სურვილი და არ ყოფილა მიმალვის საფრთხე. ამიტომ ჩემთვის იყო ნამდვილად შემზარავი ის, რომ სამი შვილის დედა მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა, რომ წინასწარ პატიმრობაში დარჩენილიყო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატი, ამ საქმის ადვოკატი გამოიყენებს ამ პატიმრობის გასაჩივრების შესაძლებლობას და გარდა ამისა, როგორც პარლამენტის ერთი რიგითი წევრი და აქვე გავაჟღერებ ჩვენი ფრაქციის წევრების თამარ კორძაიას და დავით ბერძენიშვილის სურვილს, რომ მათ ასევე აქვთ სურვილი ხელი მოაწერონ თავდებობას. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აკვეთი ღონისძიების სახით შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, გირაობა, თავდებობა და ასევე სხვა ტიპის ღონისძიებები. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანს დაუდგეთ თავდებში, დავარწმუნოთ სასამართლო და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ ეს ადამიანი ნამდვილად გამოცხადდება წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლოში, გამოძიების ორგანოებში, არ მისცემს, არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, არ მიემალება და მისცემს ჩვენებას. მადლობთ, ლევანსაც მინდა მივცე შესაძლებლობა, რას შეიძლებოდა ეიძულებინა სასამართლო, რომ ასეთი კატეგორიული ყოფილიყო სალომე ჩარკვიანთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ქალბატონო, ეს არის პირველ რიგში არაერთი ოჯახის და ქალბატონის სალომეს უბედურება, ეს არის ზოგადად უკვე ქვეყნის უბედურება, როდესაც მსგავსი რამ ხდება, როდესაც საუბარია და სრულად ვეთანხმები ქალბატონს ამ შემთხვევაში, რომ გამოძიებასთან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩაიდენს ადამიანი ახალ დანაშაულს. მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს. რა არის მაშინ მოტივი იმისა, რომ ამ ადამიანს შეუფარდო აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა? თქვენთვის როგორც იურისტისთვის რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი? მოტივი ერთი რა არის? იმიტომ რომ სასამართლო დღეს არ არსებობს შემიძლია მითხრათ ქვეყანაში და მთავარი მოტივი არის ის, რომ სადავეები უკვე ხელში ჩაიგდო სრულიად მურუსიძემ შემიძლია გითხრათ და მურუსიძის ზარებმა უკვე დღეს დაიწყეს რეკვა. დაიწყეს რეკვა უკვე ნელი ტემპით, მაგრამ თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ფაქტს ამ შემთხვევაში ყურად არ ვიღებთ, საზოგადოება მურუსიძის ზარები დაიწყებენ განსაკუთრებულ რეჟიმში რეკვას. ბუნებრივია უანზოგადებ, იმიტომ რომ არც ერთი მოსამართლე ამ შემთხვევაში, არც ერთი მოსამართლე, რომელიც სამართლიანად ამ საქმეს შეხედავს და განსჯის, არც ერთი მოსამართლე მსგავსი სახით ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ვერ მიიღებს შემიძლია გითხრათ. აქ საუბარი იყო ზუსტად აკვეთი ღონისძიების გასაჩივრებაზე და ბუნებრივია იქ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ მომენტში უნდა გასაჩივრდეს აკვეთის ღონისძიება, მაგრამ შემიძლია გითხრათ და საზოგადოებასაც უთხრა, ვინ არის აბა აკვეთი ღონისძიების გამხილველი მოსამართლების სააპელაციო სასამართლოში. ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მეც არა, შემიძლია გითხრათ, დღეს სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებული არის ზუსტად იმ კოლეგიაში, სადაც აკვეთი ღონისძიებები ხილება, მოსამართლე გოგინაშვილი. მოსამართლის გოგინაშვილი გახლავთ, რომელმაც თეთრაძის საქმეზე მომაკვდავ თეთრაძეს, რომელიც საკაცით შეიყვანეს, პატიმრობა შეუფარდა. აი, ბოროტების ამ შემთხვევაში და ამ ყველაფრის სიმბოლო, მე ვფიქრობ, ეს არის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს კონკრეტულად სასამართლო ხელისუფლების ბედი აბარია, მათ არათუ ღირს ადამიანის უფლებები. როგორ შეიძლება ადამიანს შეუფარდო სამი შვილის დედას? მე თუ მკითხავთ როგორც იურის, აქ აკვეთი ღონისძიების შეფარდების, საერთოდ აკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. არათუ პატიმრობის შეფარდების საფუძველი, მაგრამ თუ სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მაინდა-მაინც აკვეთი ღონისძიება შეეფარდებია, არსებობს გირაო და არსებობს გირაოს პლუს შემზღუდველი გარემოებები. აქ არის პასპორტის ჩამორთმევა, რომ ვერ დატოვოს საზღვრები პიროვნებამ, თუ მიმალვის საფრთხეზე არის საუბარი, ასევე არსებობს დავალდებულება საგამოძიებო ორგანოებში, კვირაში ორჯერ, სამჯერ გამოცხადების, ანუ ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა იყო. ყველაზე რადიკალური ზომა ბუნებრივია წარმოუდგენ და მე ერთი შემიძლია თქვა, აქ არ არის რამე პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიებზე საუბარი. ეს არის ყველა ჩვენგანის ვალი, თითოეული საზოგადოების, იმიტომ რომ საზოგადოების წევრის ვალი, ვინაიდან, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანზე, ამ ქალბატონზე, სამი მცირეწლოვანი შვილის დედაზე ხორციელდება მსგავსი სახის უკანონობა, ყველა ჩვენთან მოვა მსგავსი სახის უკანონობა. უკვე გადავიდა სასამართლოს სრულიად შემიძლია გითხრა გადასულია დღეების მდგომარეობით 2012 წლის რელსებზე. ადეიშვილის სასამართლოს რელსებზე გადავიდა და ლოკომოტივად მას ჩაუყენეს მურუსიძე. და ერთსაც დავასრულებ შემიძლია თქვა, რომ და მოუწოდო უბრალოდ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მშვიდობიანად ყველა მომივიღოთ ხმა მსგავს უკანონობაზე, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, თუ იქნება თუ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია ოჯახის, მე როგორც ერთი რიგითი ამ საზოგადოების წევრი თქვენ არ იცნობთ ოჯახს, თქვენ არანაირი საერთოდ არანაირი შეხება, უბრალოდ აღშფოთებას იწევს ეს ყველაფერი, უბრალოდ აქ არ არის საუბარი ბრალეულობაზე, იმიტომ რომ აქ არის აკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, აქ არ არის საუბარი კონკრეტული პირის დამნაშავეობაზე ამ შემთხვევაში. მე მზად ვარ როგორც ერთი საქართველოს რიგითი მოქალაქე, დავდგე მეტროსთან იქნება ბაზრობა
ბაზე ხელმოწერების შევაგროვო, მოუწოდო საზოგადოებას უბრალოდ ეს არა კონკრეტული ოჯახის, არამედ ჩვენი საზოგადოების ვალია, თორე მურუსიძის აკლები ყველასთან დაიჩოქებს შემიძლია გითხრათ. მოკლედ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ჩვენ აქ არ ვიხილავთ ვინმე დანაშაულების. ბუნებრივია, თუ ვერც განვიხილავთ. საკითხს ამ სტუდიაში ვერ მოგვარდება, ვერც გაირკვევა, ჩვენ უბრალოდ საუბრობთ თემაზე, რომ რატომ შეეფარდა ასეთი ტიპის კაცის დავამატებდი ქალბატონი. სანამ გადაცემა დაიწყებოდა, მე და ბატონ ლევანი შევცანხმდით, რომ ჩვენ არ გვინდა ამ ახალგაზრდა ქალის ინტერესები დავაზარალოთ. ერთ-ერთი მიზეზი წლების განმავლობაში დამეთანხმებით ბატონ ლევან, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ხდებოდა დაუსაბუთებლად სასამართლოს მიერ. ეს შეიძლება უბრალოდ ავტომატიზეც მოხდა, როდესაც მოსამართლეები არ უყურებენ, არ ითხოვენ პროკურატურისგან სათანადო დასაბუთებას. ამ შემთხვევაში მოსამართლე უნდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად არსებობდა საფრთხე, რომ ადამიანი მიიმალებოდა. მაგალითად, იმიტომ, რომ მან ეს არაერთხელ გააკეთა, გამოძიებაში არ გამოცხადდა, გადაკვეთა საზღვარი, ან საზღვარგარეთ ყავდა ნაცნობი, რომ ჩავიდოდა და ასე შემდეგ, სად დატოვებდა შვილებს. აი ესეთი რაღაცები პროკურორს ძალიან დეტალურად უნდა დაესაბუთებინა მოსამართლისთვის, მაგრამ წლების განმავლობაში ეს იყო ჩვენი სასამართლოს პრობლემა. ამაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, როდესაც ადამიანებს ციხეში უშვებდნენ წინასწარ პატიმრობაში, ისე რომ არ იყო სასამართლო დარწმუნებული, ნამდვილად არსებობდა თუ არა. ეს გახსნაურებული кейსია სალომე ჩარკვიანის თემა, ხშირია ასეთი შემთხვევები დღესაც? რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ამაზე მეტყველებს სასამართლო პრაქტიკის ანალიზიც, ამაზე მეტყველებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც საქართველოს ხელისუფლებას უთითებენ, რომ არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად წინასწარი პატიმრობის გამოყენება. ძალიან სამწუხარო არის, რომ როდესაც ასეთი შემთხვევა მოხდა ახალგაზრდა ქალის მიმართ, რომელსაც 3 წელწლოვანი შვილი ყავს და თან მას ედავებიან დანაშაულს, რომელიც არაძალადობრივი დანაშაულია და მეორეს მხრივ ჩვენ ოჯახი გვეუბნება, რომ მას არანაირი შეხება არ ქონდა ფინანსებთან რეალურად. თავარი დიახ, ოჯახის წევრები ამაზე მეტყველებენ, ამაზე საუბრობენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატმა გაასაჩივრა, მას აქვს საშუალება, რომ გაასაჩივროს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინება. ის დარწმუნებული ვარ, რომ გაასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოში. მე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ შემთხვევაში იხელმძღვანელებს კანონით, იხელმძღვანელებს მხოლოდ თავისი შინაგანი რწმენით და დაეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებს. და ჩვენი სტუდიის წევრი არის თავდები პრაქტიკულად მისი საქმის კიდევ ერთხელ ვადასტურებ თავდებობას და თქვენს პარტიაშიც ანალოგიური განწყობაა, თუმცა ამას არა პარტიული სახე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს, იმიტომ რომ ზუსტად პარტიის განცხადებად მე ვარ აქ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე შემიძლია გითხრათ, ბუნებრივია წარმოვადგენ კონკრეტულ პარტიას, მაგრამ აქ ვარ რიგითი მოქალაქე და არა თავისუფალი დემოკრატები ამ შემთხვევაში პოზიციის გამხმოვანებელი, ეგ ყველას გვეხება, თითოეულ ადამიანს გვეხება. მე 15 წლიანი პრაქტიკა მაქვს თითქმის სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობის და კარგად ვიცით რა ხდება, უბრალოდ როდესაც პრაქტიკაზე იყო სასამართლო პრაქტიკაზე საუბარი 2013 წლის დასაწყისიდან 2014 წლის შუა წელამდე, სანამ კონკრეტული ჯგუფი ჩაიგდებდა სასამართლო სადავეებს ხელში, იქ იყო პატარ-პატარა გამონათებები შემიძლია გითხრათ, დღეს მდგომარეობით დარჩენილი არიან მოსამართლეები ცოტაოდენი მოსამართლეების, ანუ რაოდენობა არც დავასახელებ მათ სახელდაგვარებს, იმიტომ რომ შეიძლება კონკრეტულად პრობლემებით შეუქმნან, რომლებთანაც საქმის ამ შემთხვევაში დაწერა და რომლებთანაც საქმის ის მოსამართლე თუ საქმეს იხილავ, შეიძლება კონდეთ იმედი, მაგრამ კონკრეტულ მოსამართლეებს როგორც კი ვადა გადით, მას უკვე ვადას აღარ უგზელებენ ამ შემთხვევაში და ვადას უგზელებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც მონურ მორჩილებაში არიან შემიძლია უმრავლესობას მათსას. და აქედან გამომდინარე, მე ეჭვმეპარება უბრალოდ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თუ ნება არ იქნა უზენაესი ხელისუფალის ამ შემთხვევაში და ნება არ იქნა კიდევ და კიდევ პროკურატურის რომ სალომე ჩარკვიანი საზოგადოების ზეწოლის შედეგად იქნას განთავისუფლებული. თავდებობას აიღებს ვიქტორ დოლიძეც, ხომ? როგორც მე მაქვს ინფორმაცია თქვენგან. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, იურისტები მოდით ასე თქვა თამარ ხილდაშვილი და ლევან სამუში აქ სტუმრობდნენ ჩვენ სალომე ჩარკვიანის თემას შევეხებთ და იმედი ვიქონიოთ რომ ეს თემა მალე მოგვარდება. შევხვდებით ხვალ 20 საათზე, გმადლობთ.